სოფლის მეურნეობის მინისტრი პეკინში იმყოფება. ოთარ დანელიამ ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა. მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. Ასაზრდ ყველა მიმართულება, მათ შორის არის რა თქმა უნდა ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა, ჩაის რეაბილიტაცია, ბევრი სხვა როგორც სამეცნიერო ისე მელიორაციის მიმართულებით თანამშრომლობა და რეალურად ჩვენ უკვე ვიწყებთ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში უკვე მომდევნო თვიდან უფრო თვალსაჩინო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩინელ ხალხს საშუალება ექნება უფრო მეტად ეზიაროს იმ კულტურას, რომელიც ქართულ ღვინოს ახლავს თან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ფერმერებზეა დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელზეც დღეს მე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვიმსჯელეთ. სწორედ მათ უნდა განახორციელონ ის გეგმები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დავსახეთ. გამოიკვეთა რამოდენიმე პრიორიტეტული დარგი ამ თანამშრომლობისა და დღეს შეიძლება გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრიორიტეტული დარგი.